სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ადამიანის ცხოვრება ეს ურთულესი პროცესია არ შეიძლება ისე მარტივად წარმოვიდგინოთ ჩვენ ადამიანის ცხოვრება ადამიანი ვერ მისწვდა და ვერც მისწვდება ბოლომდე თუ რა არის მისი სულიერი ან ფიზიკური არსი შეიძლება არც არის საჭირო იმიტომ რომ უფალმა იცის რომელიც არის შემოქმედი ცათა და ქვეყანისა და თვით ადამიანისაც მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ რომ ადამიანისთვის ღვთის არსი და ღვთის განგება მიუწვდომელია ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ განსაჯოთ თუ განსაზღვროთ ის როგორ გამოვლინდება ღვთის ზავა ადამიანში თუ დედამიწაზე თუ მცენარეებში თუ ცხოველებში და მეტი არაფერი ჩვენ ისაც ვიცით რომ რაც თქვა წმინდა იობმა წინასწარმეტყველმა მართალმა იობმა ბიბლიიდან ის კი არ ამბობს რომ ადამიანის ცხოვრება განსაცდელია დედამიწაზე ის კითხვას სვამს განსაცდელი ხომ არ არის გამოცდა ხომ არ არის ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე წმინდა იობმა გამოიარა ისეთი მძიმე ისეთი რთული ცხოვრება რომ მხოლოდ კითხვის ფორმით ამბობს გამოცდა ხომ არ არისო და მართლაც გამოცდა ყველაფერი გამოცდა ყოველი დღე ჩვენი გამოცდა აი თუნდა ვიღოთ აბრაამის ცხოვრება როცა აბრაამს წმინდა მართალ აბრაამს ებრძანა რომ შენი შვილი უნდა სხერპლად მოიყვანო და ახკლავო აბრაამი არ გაჩერებულა არ დაეჭვდა და წაიყვანა თავისი შვილი ისააკი თაში და არაფერი არ უთხრა ისააკს როცა ისააკი ეკითხება რომ მამაო სხერბლი სადღა არისო რაც უნდა მოუტანო უფალსაო ღმერთი გამოგვიჩენსო და მართლაც როცა აბრაამმა შეკრა თავისი შვილი და ასწია მახვილი უნდა გაერტყა მისთვის
ანგელოზმა გააჩერა მისი ხელი და უთხრა ღმერთი ხედავს შენს რწმენას, ღმერთი ხედავს შენს ერთგულებას. ცხვარი, რომელიც იყო ჯაგებში გაბმული, მოიყვანა და ის დაკალია. და საერთოდ მე მინდა თქვა, რომ ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრება არის გამოცდა და განსაკუთრებით ახლა ვცხოვრობთ ჩვენ ისე დროს, როცა ყოველ დღე, ყოველ საათს გამოცდაა ჩვენი. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანს შეუძლია ბევრი სიკეთე გააკეთოს და შეუძლია ბევრი ბოროტებაც გააკეთოს. ადამიანს, რომელსაც გააჩნია ძალაუფლება, მას შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტებაც გააკეთოს. და ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა სიკეთე გვაკეთებინოს ჩვენ. უფალი იყოს ჩვენი მასწავლებელი, ჩვენი წინამძღვარი, ჩვენი დამრიგებელი. თუ ჩვენ გვექნება იმედი და მივეყრდნობით ღვთის ნებას, ყველაფერი კარგად იქნება. აი ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ მოახლოებულია ჩვენი პარლამენტის არჩევნები და კამათის დროს თუ საუბრის დროს ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. იქონიეთ მოთმინება, იქონიეთ კეთილი გული, იქონიეთ სიბრძნე და ისეთი სიტყვა არ უნდა თქვათ, რომ მე შეგრცხვება თქვენ. ღმერთმა დავდუოცოთ, ღმერთმა დავოცოს სრულიად საქართველო, ღმერთმა დავოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ ხევსურეთში მოღვაწე მღვდელს იოსებ გაჩავას, რომელიც თავდადებით იღწვის ხევსურეთში. იგი ახვედილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს აქსიოს დღეს ჩვენ ვესავთ შემდეგ გვარებს, ნარიმანიძეებს, ჯანაშვილებს, ჯიქურებს, საგარეიშვილებს და ბერაძეებს. ღმერთმა დაგვრაცოთ, დაგახაროთ, ღმერთმა დაგამრავლოთ და ბევრი სასიხადულო შვილი
გამოვიდეს თქვენი გვარებიდან სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. შეგახსენებთ რომ ხუთშაბათს არის ილიაობა წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღესასწაული და ამავე დღეს არის წმინდა ილია მარტლის ჭავჭავაძის დღესასწაული. ოთხშაბათს საჰაროს 6 საათზე დაიწყება ლოცვა აქ საბებაში და ხუთშაბათს 9 საათზე დაიწყება წირვა აქ. ჩვენ თვითონ ვასრულებთ. დავესვინი და გახარებული გამყოფოთ მამას ეცილება.